სალამი, მოგესალმებით. ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვას სვას ახალგაზრდა კრისი. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეს პიროვნება სურათზე, რომელიც განიცდის იმას, თუ რა ხდება ამერიკაში და განსაკუთრებით ლოს-ანჯელესში. იცით, ლოს-ანჯელესი ალბათ არის ლიბერალიზმის დედაქალაქი. ზოგი სან-ფრანცისკოსაც ამბობს, ეს უფრო შეიძლება ითქვას უფრო ჰომოსექსუალისტების დედაქალაქად არის აღიარებული, მაგრამ ლოს-ანჯელესში იცით, ეს არის თემი სოფლიოს, ესე ვთქვათ, ჰოლივუდის გარყვნილობის დედაქალაქი. და მართლაც საოცარია ჯონ მაკარტურის ეკლესია აქ არის ერთ-ერთი მარგალიტი. არის სხვა ეკლესიებიც, უნდა გითხრათ, რომ არა მარტო ჯონ მაკარტურის იქ, მაგრამ ჯონ მაკარტურის ეკლესია მე მაოცებს, რომ მართლაც არის ესეთი საყდარი, საიდანაც ეს სინათლე და მიუხედავად იმისა, წარმოიდგინეთ, როგორი იყო პიროვნება, რომელიც თუ გახსოვთ ჩვენ მოვყევით, როდესაც კვდებოდა შიცით დაავადებული პიროვნება და სთხოვა თავის მეგობრებს, რომ რა ვქნა, რა გავაკეთო და მათ უთხრეს, რომ არის ესეთი პიროვნება ჯონ მაკარტური და მას მიაკითხეო. წარმოიდგენიათ, მაგარია ხო, ესეთი პიროვნება, რომელიც ლიდერი იყო ამ ჰომოსექსუალისტების პარადების ჩატარებაში ამ ყველაფერს რო აკეთებდა და ჯონ მაკარტური მივიდა სამავტყოფოში და მან მოინანია და ქრისტიანი გახდა. აი ეს არის ნამდვილი, ესე ვთქვათ, ჭა რეზერვუარი ღვთის სიტყვისა. და ასევე მას აქვს რეპუტაცია ჰქონდა ჯონ მაკარტურს, არა მარტო მასწავლებელი, რომელიც სწორად ასწავლებდა, არამედ მისი პიროვნება რეპუტაცია ჰქონდა ნამდვილად მორალისა და ზნეობის სამაგალითო. და ამას ყველა აღიარებს აბსოლუტურად, რაც ბევრმა ვერ მოახერხა ბოლომდე. ასევე მის ოჯახშიც ესე იყო, რაც ჩვენ ვიცით, რომ ოჯახის წევრებიც კი იყვნენ პასტორები, რომლებსაც ძალიან კაი რეპუტაცია ჰქონდათ, მაგრამ მისი ოჯახის წევრები რაღაცა იმას აქნეს და ეს ერთ-ერთი იშვიათი რამეა დღეს მე-20-21 საუკუნეში და ეს პიროვნებაც ამითია შეწუხებული და ჯონ მაკარტურს რა ინტერესებს, როგორ უნდა იცხოვროს, როგორ უნდა გაართვას თავი აქაურ ყოფას. აი ნახოთ, რას ეტყვის ბატონი ჯონი. გამარჯობა პასტორ ჯონ მეკრისი მქვია, გამარჯობა კრის. ჩემი კითხვა, როგორ უნდა ვიცხოვროთ აქ, როგორც თქვენ ათქვით, გარყვნილი გონების კულტურაში და ლოს-ანჯელესში არის ამის კარგი დადასტურება, გარყვნილი გონების ადგილი. რა რჩევას ან წახალისებას მოგცემდით ამ სამყაროში, კორპორატიულ სამყაროში, სადაც გვიწევს კორპორაციები მართავენ აქაურობას, ან თუნდაც კოლეჯში ყოფნისას, რომ შევძლოთ ჩვენ ევანგელიზაცია და არანაირად არ დავნებდეთ სამყაროსაგან ზეწოლას. ჯონ მაკარტური. დიახ, კრის, ძალიან მარტივად გეტყვით, თქვენ უნდა იყოთ გაბედული. არანაირად შიში, ან არანაირად უკან დახევა, უნდა იყოთ მთლიანად გაბედული. პირველ რიგში უნდა იცოდეთ, რომ თქვენ პირადად ვერავის ვერ გადაარჩენთ, მაგრამ უფალი თავის ხალხის გადარჩენას ის გააკეთებს. თქვენ უნდა იყოთ ინსტრუმენტი, თქვენ უნდა იყოთ მის ხელში ინსტრუმენტი. ამიტომ გაბედულობა ძალიან მნიშვნელოვანია, ილაპარაკეთ ჭეშმარიტება სიყვარულით ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ილაპარაკეთ სიმართლეს სიყვარულით, არ დამალოთ სახარება, არ მოგერიდოთ სახარების, იყავით გაბედული. მე ერთ რამეს გეტყოდით, რაც უფრო ბნელია ღამე, მით უფრო კაშკაშაა სინათლე. გულისხმობ, რომ ამ კულტურაში არიან ძალიან სასოწარკვეთილი ადამიანები, რომლებსაც ესაჭიროებათ სახარება. ეს ბედნიერი კულტურა არ არის. ეს უბრალოდ რაღაცა გიჟურად გართობის კულტურა არის. ეს სიგიჟეა, რაც ჩვენ საზოგადოებაში ხდება. ეს სიხარულით კი არ არის ეს გართობა. ეს არის სასოწარკვეთილება. ეს არის არასერიოზული, რაღაც თინეიჯერული საზოგადოება. მთლიანად ჩაძირულია ამ დამყაყებულობაში. და თავის დავიწყების მიზნით ეძლევიან გართობას. ეს ზედაპირულია, ეს ზედაპირული სისულელია. ეს არის საზოგადოება, რომელიც რაღაც მიზნებს ისახავს. მთლიანად ჩართულია გიჟურად ამ გართობის ქვეშ. და არ არის არანაირად ბედნიერი, უბედური საზოგადოება. ეს არის გატეხილი, დამახინჯებული, სევდიანი
შიშით აღსავსე, შფოთვით აღსავსე კულტურა. მაგრამ ჩვენა გვაქვს ერთ-ერთი კარგი ამბავი ქრისტიანებს. ამიტომ ჩვენ უბრალოდ უნდა გამოვაცხადოთ ეს და მივიტანოთ ადამიანების ყურებამდე. და ღმერთი აკეთებს დანარჩენს. ის მოაქცევს, ვისაც ის სურს. ასე რომ გააგრძელეთ ქრის გაბედულად, არ შეგეშინდეთ. მადლობა კითხვისათვის.